რუსეთის რუსული სპეცსამსახურები ერთის მხრივ არიან ვერქაჩუნები და ვერქაჩუნები არიან, იმიტომ რომ იმპერიალისტები არიან და ძალიან ეჩქარებათ საკუთარი ბზაკორული ჩანაფიქრების, გეგმების განხორციელება და მეორეს მხრივ არიან გულახდილები ვიყოთ საკმაოდ გონიერების გარკვეულ შემთხვევებში მაინც უხეშად გააჩნია ვისაბარია ესა თუ ის მიმართულება. რასაკვირველია, უმრავლეს შემთხვევაში ისინი არასწორ გათვლებს აკეთებენ. მაგალითად, ერთი თვალსაჩინოება და ყველაზე მკაფიო თვალსაჩინოება. 2022 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლამდე მარტის დასაწყისამდე მათ უნდა მოემთავრებინათ უკრაინის პრობლემა. კიევის თავზე უნდა აფრიალებულიყო რუსეთის სახელმწიფო დროშა. 4 წელიწად ნახევარია, პრაქტიკულად 5 წელიწადი ცდილობენ არა თუ კიევის, არამედ მალოტოკბაჩკას აღებასაც კი და პატარა სოფელიც კი ვერ აუღიათ ამასობაში დაანგრიეს მითი რუსეთის ძლევამოსილების თაობაზე, აგრეთვე რუსეთის ზოგადად და მთლიანად. ეს პატარა სოფლებზე გამოკიდებული ქვეყანა, ახლა უკრაინის პატარა სოფლებზე, დაანგრეულ სოფლებზე გამოკიდებული ქვეყანა, ამგვარად სასტიკი და არაადეკვატური რომ არ ყოფილიყო, ახლა მდიდართა შორის მდიდარი ქვეყანა იქნებოდა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის კარი მისი ლიდერებისთვის იქნებოდა გახსნილი ფრანგებიც, გერმანელებიც, იტალიელებიც, ბრიტანელებიც, ამერიკელებიც კი მათ ამ ქვეყნის ლიდერებს ხელს ჩამოართმევდნენ და სოფლიო გლობალურ საკითხებზე იბრძოლებდნენ. მაგრამ პუტინის სპეცსამსახურების წარმომადგენელია და ზოგადად სპეცსამსახურები და პოლიტიკური ელიტა რუსეთისა ვერ გაჩუნა, იმიტომ რომ სულ სწრაფია. უნდა რომ დაიპყროს ესა თუ ის ტერიტორია არა ხვალ, არამედ გუშინ. გუშინ დაიპყროს, ეს შეგდებოდა არასწორად წარმოვთქვა ამ წინადადებას. მეორე მხრივ ისინი საკმაოდ ოდიში ამ სიტყვისთვის ჩათლახებიც არიან და მზაკავრებიც არიან. და როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით საქართველოს თემაზე ფიქრობენ და ქმედებენ საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ გვისრულებენ, ანუ მარტივ კომბინაციას გვილაგებენ. ერთ მარტივ კომბინაციას გავშიფრავ ახლა. არის ასეთი კაცი ფიფია, ვინ არის, რომელიც არ გამოჩენილა ქართულ ასპარეზზე 4-ში, 2004-ში, 2006-ში, 5-ში, 6-ში, 7-ში, 2010-იან წლებში მიშა სააკაშვილის მმართველობის დროს. 12 წლამდე, 13 წლამდე. მეცაც გეტყვით 12 წლის 1 ოქტომბრის ბიზნა ივანიშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ფიფიას და მის თანამზრახველებს ერთი კინკილა სიტყვაც კი არ დასცდენიათ ბიზნა ივანიშვილის მხარდასაჭერი. შესაძლოა ორი სიტყვა უთქვამთ, გულახდილად გეტყვით, ხა მე მისი მემატიანე ბიოგრაფია არა ვარ, მაგრამ ასე ხშირად, მათ შორის სოციალური ქსელების გამოჩენის შემდეგაც ფიფია როგორც ახლა პოზიციონირებს ხსენებულ სოციალურ ქსელებში, ასე ხშირად ის არ პოზიციონირებდა გასულ წლებში. არა თუ 2012-ში, არამედ აი მაგალითად 2019-ში, 20-ში, 21-ში, 22-ში, 23-ში, 24-ში. 25 ან 24 წლიდან ფიფია და სხვები ძალიან გააქტიურდნენ. ეს არის დიასპორა ქართული ან ვითომ ქართული მოქმედი რუსეთში. რომელსაც როგორც ჩანს გარკვეული ფულიც აქვს, გარკვეული ფინანსის ხადია, ფსბ-ს ფინანსები. ფსბ-მ როგორც სათამაშო თოჯინები ამოქოქა. მაგრამ ამოქოქა რატომ? ესეც უნდა ვთქვათ. იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას ამით ფსბ უგზავნის ერთგვარ გზავნილს. ბიზნა ივანიშვილი არ მოგწონთ? მაშინ აი გამზადებულია ფიფია, იგორ გიორგაძე, კიდე ვიღაცეები ხავთ ამათ. ჟავანაძეა ხო ის? ახლა უკვე ფიფიასთან წყალად ყოფი. თუ მანჯგალაძე, თუ ჟავანაძე აღარ მახსოვს, ის პუტკუნა ბიჭიროა. მის იზრას რო გაექცა. დამბრთხალი. ჟავანაძე, სხვები და თუ არ მოგწონთ ბიზნა ივანიშვილი, ესენი არიან გამზადებულები. ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ტვინ გამორეცხილი ნაწილისათვის მართლაც ამგვარი რეალურად ცრუ დილემა იქნება. ბიზნა ივანიშვილი ამასთან შედარებით მედასავლეთეობის განსახიერებაა. არ უთქვამს ყოველ შემთხვევაში, ბოდიში, არ უთქვამს ყოველ შემთხვევაში აქამდე ბიზნა ივანიშვილს, რომ დასავლეთისაგან ჩვენ საბოლოოდ დისტანცირდებით. არა, როგორ არ უთქვამსო თქვენ, მეტყვით 28 ნოემბერს 2024 წლის აირაბლე კობახიძემ რაც თქვა, ეს ხო სახელმწიფო ღალატი იყო და მეც ვამბობ ამას და სულ ვიმეორებ, მაგრამ
დასავლეთი ცუდიაო კი ამბობს პაპუაშვილი დღეში 7-ჯერ ან კობახიძე დღეში 9-ჯერ, მაგრამ აი ესე ღიად რუსეთს უნდა ჩავეხუტოთო, ბიძინა ივანიშვილსაც კი არ უთქვამს, არ უკადრია. ამიტომ ქართული საზოგადოება ცოტა დაფრთხება, ალბათ მაინც დაფრთხება, როდესაც მოусმენს ამ ხსენებულ ფიფიას და სხვებს იგორ გიორგაძის ფრთას, მოდი დავარქვათ ესე, ქართულ გვარიან რუსებს, თუმცა ბიზნეს ქართულ გვარიანი რუსია, მაგრამ ქართულ გვარიან რუსებს კვადრატში, ვგდებავთ ასე ვთქვათ. დაფრთხება და იტყვის, რომ რუსეთის ფსბ-ს გეგმა ეს არის, რომ იცით რა არის? ამათ ფიფიებს და გიორგაძეებს, რომლებიც ხიშტით შემოვლენ აქ მაღალზე მაღალი ალბათობით რუსის ჯარს მოიშველიებენ, მოიმხრობენ, ისევ და ისევ ეს ჩვენი ხვითო დამოუკიდებლობას, ან სუვერენულ დემოკრატიას რომ ინარჩუნებს და ნაციონალებს რომ ებრძვის, ისევ და ისევ ეს ჩვენი ხვითო ჯობია და მოდი ახლა სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილზე კიდევ ერთხელ შევაჩეროთ არჩევანი, კიდევ ერთხელ დაუჭიროთ მხარი ბიზინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას. რეალურად ეს არის ფსბ-ს ერთგვარი კომბინაცია საფრთხობელის შექმნა ფიფიას და სხვების სახით, რათა ქართული საზოგადოების twin გამორეცხილ ნაწილს გული ისევ ბიზნესკენ წაუვიდეს, ნაბიჯი ისევ ბიზნესკენ გადადგას ამორჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა. მართლაც ფიფია თუ მოვიდა, ცხადია ვერ მოვა ხელისუფლებაში. ფიფია თუ მოვიდა, ბიზინა ივანიშვილისაგან განსხვავებით ევროკავშირის დროშად სადაც დაინახავს, ჩამოხსნის მისი მმართველობა და ცეცხლს მისცემს ევროკავშირისა თუ ნატოს დროშებს, ვინც ის საქართველოს დროშასაც ხუთჯვრიადსაც გააუქმებს და ჩვენს ჰიმნსაც გარკვეულწილად შეცვლის, ან მთლიანად შეცვლის, თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალ სუმღერს დიდებას, სულაც არ იქნება ჩვენი ჰიმნი ფიფიას მოსვლის შემთხვევაში, თუმცა ფიფია ვერ მოდის, ამასაც ხაზგასმით ვამბობ ამას, უბრალოდ საფრთხობელა იქნება მისი სახით. თავისუფლება დღეს ჩვენი ასეთი ტექსტის ჰიმნი შეიცვლება და რუსეთთან ძმობა ერთობა არის აუცილებელი, ეს სიტყვები ჩაიწერება. ეხლა ვეღარ უნდა წარმოვთქვა წესით სიტყვა დამოუკიდებელი საქართველოს ჰერალდიკაში, კი არა ჰიმნში. დამოუკიდებელი საქართველო აღარც იქნება ფიფიას მოსვლის შემთხვევაში. ცხადია, ფიფია ვერ მოდის და რომც ვწდებოდე, ვერ მკვიდრდება, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ფიფია და მისი გუნდი, რომელიც არც ხავს, როგორც მესმის მე, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს. მოინდომებენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას, მაშინ ყოველ მეორე ქუჩაზე არა, ყოველ პირველ ქუჩაზე, ყველა ქუჩაზე რუსებმა უნდა ჩააყენონ ტანკები და ბეტერები. და ხიშტითა და מחვილით უნდა დაამყარონ წესრიგი ჩვენს ქვეყანაში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს ამისი რესურსი არ აქვს, არც ადამიანური, სულ რომ მიიმხროს ფიფიას მომხრე ქართულგვარიანი რუსები და ბიზინა ივანიშვილის დღევანდელი მომხრეების ნაწილი. არც რესურსი აქვს ამის და რომც ჰქონდეს რესურსი, მაინც ვერ გაუმკლავდება რუსეთი იმ წინააღმდეგობას, რომელიც დახვდება ქართველი ხალხის პროტესტის სახით და ქართველი ხალხის შეიარაღებული დაპირისპირების სახით, ხაზგასმით ვამბობ ამასაც, ფიფიას და ფიფიას ამბსონებთ. მაგრამ ფიფია შექმნა, გამოძერწა რუსეთმა შეგნებულად კიდევ ერთხელ ვიტყვი სწორედ იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას დაანახოს საფრთხე ფიფიას სახით, რომელიც არც მოჰყავს, ამას სულ გავიმეორებ ხოლმე, და ქართულ საზოგადოებაში გააჩინოს სრუდილემა, რომ ბიზინა თუ არ გინდათ, მაშინ აი ფიფია გამზადებული ჩვენს მიერ. გეორგიევსკის ტრაქტატზე, რომელზეც ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, სულ ლაპარაკობს, ეს არის სასაკვირველია რუსეთის ძირითადი ხაზი და ძირითადი მომხრე ბიზინა ივანიშვილის ფრთებში მოქცეულები არიან, ალაპარაკდა ხსენებული ფიფიას. და ფიფიამ თქვა ერთი ჩემი მოსაზრებით ყურადღება მისაქცევი სიტყვა. რუსეთს ეჩქარება მოიხსენებათ გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი ტრაქტატის გაკეთება გაფორმება საქართველოსთან. ანუ სადღაც რუსეთს უნდა რომ დაფიქსირდეს, რომ ეს ქვეყანა მას, რომელიღაც ქვეყანა მას ჩაბარდა და ყველაზე კარგი ქვეყანა არის თვალსაჩინო საქართველო, რომელმაც თავის დროზე 90-იანებში და 2008 წელს რუსეთს ხელუხმა აარტყა. საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის და განსაკუთრებით არის დასასჯელი. პირველი სწორედ საქართველო და არა უზბეკეთი, საქართველო და არა სომხეთი, საქართველო და არა მოლდოვა, საქართველო და არც ერთი სხვა ქვეყანა და ვინც ის და უკრაინაც კი არა,
უნდა მიბობღდეს სწორედ საქართველოს რუსეთთან. ამიტომ კობახიძე კი ლაპარაკობს სულ ამ გეორგიევსკის ტრაქტატზე და რასაკვირველია ამზადებენ გეორგიევსკის ტრაქტატი ორს, მაგრამ ფიფიამაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით კომენტარი, რომ მას თქვა საოცარი რამ, რომ ჩვენო უახლოეს ხანებშიო გეორგიევსკის ტრაქტატს გავამზადებთო, ტრაქტატის მსგავს ტექსტს და რუსეთიდან ეს წინადადება იქნება გაკეთებული საქართველოს ხელისუფლებისათვისო, ანუ კობახიძისთვის. ერთგვარი ულტიმატუმი ან დაშანტაჟება, დააჩქარეთ თქვენ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება რუსეთთან თუ არა და აგი გამზადებულები ვართ ჩვენ, რომლებსაც რუსეთი დაეყრდნობა და ჩვენ მოვალთ ხელისუფლების სათავეში. ეს არის FSB-ს, რომელიც რასაკვირველია სულ სწრაფია და არასწორ კალკულაციებს აკეთებს ძალიან ხშირად და უკრაინის მაგალითი დაგისახელეთ, მაგრამ ეს არის ამ შემთხვევაში FSB-ს მზაკორული ჩანაფიქრი საქართველოსთან მიმართებაში. მართლაც რა უნდა გააკეთოს ბიზნა ივანიშვილმა თუ ფიფიები უფრო ზუსტი რო ვიყო საქართველოს როგორც სახელმწიფოს ისტორიული მტერი რუსეთი, რომელიღაც ეტაპზე ახვება კობახიძეს თუ ფიფიას და დაწერს დოკუმენტს საქართველოს რუსეთის ახალი სამეკავშირეო, ან ახალი სტრატეგიული, ან ახალი მეგობრული ხელშეკრულება ამგვარი სახელწოდებით. კობახიძემ რა უნდა თქვას? უარი უნდა თქვას, რუსეთის წინააღმდეგ უნდა წავიდეს, ხომ ვერ არის ამის გამკეთებელი. არადა რუსეთს ეჩქარება. ამის გაკეთება, აკი გითხარით, თუ კობახიძე უარს იტყვის, ბიზნა ივანიშვილი თუ უარს იტყვის, რუსები კიდევ ერთხელ გააქტიურებენ ხსენებულ ფიფიას და იტყვიან ფიფიას პირით, იგორ გიორგაძის პირით, რომ ჩვენ მოვაწერთ ხელს ნებისმიერ დოკუმენტს შემოთავაზებულს კრემლის მიერ, FSB-ს მიერ. თუ კობახიძე თანხმობას იტყვის ფიფიები და იგორ გიორგაძეები, მას რასაკვირველია ტაშს დაუკრავენ. კობახიძე და ივანიშვილი ალბათ ეცდებიან ჩვენს შეთრევას დისკუსიაში გაეცანით ტექსტს. აი, დატანილია და რომელიმე მუხლით ვარ მოგცონთ, მიმსჯელოთ, იქნება გადავაკეთოთ, საბოლოო ჯამში რუსეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ოღონდ არ აღიარებს, იგულისხმება დარჩენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და ჩვენგან სათანადო ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში რუსეთი შემოგთავაზებს კონფედერაციას, რაზეც ეგრე მაგის პასუხია და აფხაზები და ოსები თანახმანი არ იქნებიან, ყაბულ არ იქნებიან. მაგრამ აქ ამ შემთხვევაში ამ ნაწილზე არ ვისაუბრებ ახლა რა ჩანაფიქრები აქვს რუსეთს დამატებით. ვისაუბრებ იმაზე, რომ ფიფიას თაობაზე ქმნის რუსეთი ძერწავს ამ კაცს ვითომ და ალტერნატივად ბიზნა ივანიშვილის. არავინ სხვა ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩემ მოსაზრებას მოგახსენებთ. არავინ სხვა არ არის ბიზნა ივანიშვილზე პრორუსი. ფიფიას კი, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოსა და რუსეთის ერთ სივრცეში მოქცევას ლამის ერთ სახელმწიფოდ გარდაქმნა ქცევას, საქართველოს სრულ გაუქმებას, ფიფიას კი, რომელსაც არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ ექნება, რასაკვირველია, ან ფიფიას უკან მდგომები, რომლებიც ვინიცის და თბილისის ქუჩებშიც დაიარებიან, შუამავლები კი არა, შუალედური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს ბიზნა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, შუალედური, ანუ პრორუსული. მაღალი ალბათობით, ხო? ისინიც კი არ არიან ბიზნა ივანიშვილის მზე უარესი პრორუსები. სწორედ ბიზნა ივანიშვილზე აქვს დადებული ყველა ფსონი რუსეთს და ახლა უბრალოდ სხვადასხვა ტაქტიკური მეთოდებით თუ გზებით ცდილობს ჩვენთვის თავგზის აბნევას და წარმოაჩენს ისე თითქოს სატანაზე უარესი სატანებიც არსებობენ ამ სივრცეში და თუ არ უნდა საქართველოს თლად დაშლა და განადგურება, ბიზნა ივანიშვილს უნდა ენდოს მორიგჯერზე, აქ მხოლოდ ელექტორალურ არჩევნებში, ელექტორალურ პროცესში ნდობას არ გულისხმობ, მთლიანად უნდა ენდოს და დაუჭიროს მხარი ბიზნა ივანიშვილს და მისი ნებისმიერი ქმედება უნდა გაამართლოს. მაგალითად, ბიზნა ივანიშვილმა რომ დახუროს ფორმულა, ესეც უნდა იყოს გამართლებული იმით, ანუ მედიას შეუტიოს, ესეც უნდა იყოს გამართლებული იმით, რომ ფორმულა არის აგენტების ბუდე და აგენტებს ვერ დაუშვებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი. აი, იგივე ეხება ტელეპიროთს. ხო, თუ დაიჭერეთ ყველა პოლიტიკოსს აბსოლუტურად, ესეც უნდა იყოს გამართლებული იმით, რომ იცით რა არის, ისინი აგენტები არიან, რომლებიც უსამშობლოები არიან ამასთან, რომლებიც უცხოურ დირექტივებს იღებენ, ძირს უთხრიან ჩვენ სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე, მათი დაპატიმრება არის გარდაუვალი აუცილებელი. არ გინდათ რომ დავიჭირო? ამ შემთხვევაში მოდის ფიფია, იგორ გიორგაძე,
მას ბიზინაც იტყვის რომელიღაც ეტაპზე, ან რუსეთიდან იტყვიან ამას ცალკეული პირები, ან ქართული პოლიტიკის აქტორები იტყვიან და არ გინდათ ამ შემთხვევაში აგი ფიფია, რომელიც ამ ყველაფერს ისედაც გააკეთებს და ისევ ბიზინა გერჩინოთ, რომელიც მოწყალეა და ბევრი ფული აქვს. სხვადასხვა ღარიბაშვილის მომხრეები, გაასაოცარი ამბავია. ღარიბაშვილი პირები, რომლებიც დამოკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, ბიზინა ივანიშვილსაც ხანდახან უკვე და ხანდახანზე ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, როგორც მოექცა ბიზინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს, ისინიც გაგიკვირდებათ და აპიარებენ ამ ფიფიას. ეხლა მიგეთქვით ერთ-ერთის სახელსა და გვარს. არველაძეა, მაგრამ მე არის ნუკა არველაძე. არ ვიცი ვინ არის სიმართლე გითხრათ, როცა მიმიქცევია მისთვის ყურადღება მისი პოსტებისთვის და ასე შემდეგ, 10-დან 14 პოსტი ირაკლი ღარიბაშვილზე აქვს და ახლა უკვე მე-15 პოსტი არის ამ ხსენებული ფიფიას, ანუ პირდაპირ რუსების პიარი. ჩემთვის ეს დილემა აქვე ეგეთქვით, რომ არ არსებობს. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ყველაზე პრორუსი და მთავარი და ერთადერთი პროექტი, რეალური პროექტი რუსეთისა, საქართველოში არის ბიზინა ივანიშვილი. დანარჩენი არის ყველაფერი თავგზის აბნევა, სრულ დილემების წინაშე ქართული საზოგადოების დაყენების ცდელობა. ნუ დავგოიმდებით, მეტი არაფერი. თორე ფიფია კი არა, ბიზინა ივანიშვილი უნდა მოვინელოთ. ფიფია რას მიქვია და ვის მიქვია. ნახვამდის.